ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შანსი ორჯერ შემცირდება, როგორც კი ამოქმედება 11 წლიანი სკოლა. მოდი ერთად დავთვალოთ, რამხელა კატასტროფის წინაშე დავდგებით, გავიხსენოთ 2025 წელს აბიტურიენტების რაოდენობა იყო 39,000 და აქედან ჩააბარა 32,000-მა. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 82% ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში. იმ წელს, როდესაც უკვე 11 წლიანი იქნება განათლება, მე-11 კლასელები და მე-12 კლასელები ერთად ჩააბარებენ, ანუ იქნებიან აბიტურიენტები და ამ შემთხვევაში თუ გავამრავლებთ 39,000 და დაახლოებით მივიღებთ 78-75,000 აბიტურიენტს, რომელსაც ექნება სურვილი ჩააბაროს უნივერსიტეტში, აქედან ადგილი არის 32,000, რაც გულისხმობს იმას, რომ სადღაც 40-45% შეძლებს ჩააბარებას. ანუ ყოველი მეორე კი არა, ზოგიერთ შემთხვევაში ყოველი მესამე აბიტურიენტი შეძლებს უმაღლესში ჩააბარებას. ამას კიდევ დაემატება ის ფაქტორი, რომ უნივერსიტეტები უმრავლესობა გაუქმდება, დარჩება თითო ქალაქში თითო უნივერსიტეტი. თქვენ თვითონ დათვალეთ, რა მოხდება ამ შემთხვევაში და დააკომენტარეთ.